მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ცხრიანის უჩვეულო წესს და ასევე კიდევ ერთი ფრეიმის დაშლა დამთავრებას. დაშლის შემდეგ თეთრი ბურთის გარდა სამი ბურთი უნდა გათამაშდეს, რაც მოიაზრებს იმას, რომ სამმა ბურთმა უნდა გადაკვეთოს ხაზი, რომლის მიღმა ვდებთ თეთრ ბურთს დაშლამდე. თუმცა თუ რომელიმე ბურთი ჩავარდება, ისიც ითვლება გათამაშებულად. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბურთმა გადაკვეთა ხაზი და ჩავარდა ლუზაში, ის ითვლება ერთ გათამაშებულ ბურთად. მოცემულ ფრეიმში ჩემმა ოპონენტმა დაშალა და ხაზი გადაკვეთა მხოლოდ ერთმა ბურთმა, ხოლო არც ერთი ბურთი არ ჩავარდნილა. ასეთ შემთხვევაში დაშლა არალეგალურია და შემეძლო გამეგრძელებინა მოცემული პოზიციიდან ან დამეთმო სვლა. როცა დავრწმუნდი, რომ გადახტომის შესრულება საკმაოდ რისკიანი იყო, გადავწყვიტე დამეთმო დარტყმა, ხოლო მეტოქემ დაარტყა გადახტომა და სხვათა შორის სულ ცოტა დააკვდა ერთიანის ჩასაგდებად. ახლა კი განვიხილოთ თვითონ ფრეიმი. როგორც ხედავთ, 6-იანი და 8-იანი საკმაოდ ცუდ პოზიციაშია, ხოლო 2-იანი, ანუ ის ბურთი, რომელსაც 1-яნის შემდეგ უნდა დავარტყა, ძალიან ახლოსაა ლუზასთან. ამიტომაც გადავწყვიტე შემეცადა 1-яნის ჩაგდებისას გამეშალა 6-იანი და 8-იანი. რა თქმა უნდა, აქ ოდნავ იღბალის გჭირდებოდა, თუმცა ოპერაცია წარმატებული იყო. რადგანაც 2-იანი საკმაოდ დიდ დისტანციაზე იყო, ხოლო 3-იანი მაგიდის მეორე მხარეს ლუზასთან ახლოს იდგა, გადავწყვიტე სამი ბურთით გადმომიყვანა მაგიდის ცენტრისკენ. მაგრამ 7-იანთან მცირე კონტაქტის შემდეგ თეთრი კვლავ დისტანციაზე დარჩა. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ 5-яნის დუპლეტს ვთამაშობდი და ვცდილობდი 4-იანიდან 5-яნის შედარებით მარტივ დუპლეტზე გადასაყვანი კუთხე დამეტოვებინა. დააკვირდით, რომ საკმაოდ ქვევით ვუმიზნებ, თუმცა თეთრი ბურთი დიდ დისტანციას არ გადის 3-яნის ჩაგდების შემდეგ, რადგან ქვედა ბრუნის მიცემასთან ერთად მნიშვნელოვანია თუ რამდენად ძლიერად ვტყავთ. 5-яნის დუპლეტის ჩაგდების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თეთრი ბურთი არ გამქცეოდა, რათა 6-იანი საკმაოდ ახლოს იყო და მჭირდებოდა კარგი პოზიცია. 6-იანზე არსებული კუთხიდან 7-იანზე გადაყვანისას ხშირად უშვებენ შეცდომას და ცდილობენ ერთი ბორტის გამოყენებით გადაიყვანონ მაგიდის ცენტრში. ამ დროს ყოველთვის ჯობია გამოიყენოთ ორი ბორტი, რადგან ბევრად დიდი ზონა გვაქვს პოზიციისთვის, საიდანაც 7-იანი მარტივად ჩავარდება. ერთი ბორტით გადავიყვანე 8-იანზე და მარჯვენა ზედა ბრუნით მივიყვანე თეთრი ბურთი 9-яნის იდეალურ პოზიციაში. მადლობა ყურადღებისთვის. რადგან ეს არხი ჯერ კიდევ ახალია, ვცდილობ გავიგო თუ რა ტიპის კონტენტი გაუხარდება მაყურებელს. ასე რომ კომენტარების სექციაში დამიდასტურეთ თუ გსურთ, რომ გავაგრძელო მსგავსი ტიპის განხილვის ვიდეოების დადება. წარმატებები!